მოგესალმებით ჩვენს სტუმარს, ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა გვერდდება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის და კვირის მთავარ თემებზე, რამდენიმე მთავარ თემაზე უნდა ვისაუბროთ, დავიწყოთ ერთ-ერთი მათგანით, ისეთმა გადაწყვეტილებამაც კი, როგორიცაა მთავრობის განკარგულებების, გასაჯაროების პირობა მეტი გამჭვირვალობის მიზნით, პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა. გახარიას გუნდი ახალი პრემიერისგან დაუყოვნებლივ ითხოვს ყველა იმ განკარგულების გასაჯაროებას, რაც არ იყო ატვირთული მთავრობის ვებგვერდზე და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს წინა პრემიერს. უმრავლესობას კი ცნობილი ანდაზა გაგახსენდათ ასეთმა რეაქციამ. რატომ შეიძლება გახარიას გუნდი ითხოვდეს განკარგულებების გასაჯაროებას, თუ კი მათ რაიმე აქვთ დასამალი? საღამოშვიდობის ნათია, მივესალმები თქვენს მაყურებლებს და მსმენელებს. სწორია, ანდაზა გაგვახსენდა, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ხო? რეალობა რასთან ასეთი გამოცემა გაიხსენა მამუკა მდინარაძემ. ხო, მეორესაც დავამატებდი და ჯამში რეალურად ასახავს იმ რეალობას, რაც გახარიებში ხდება. რეალობა რა არის? რეალობა ის არის, რომ 20-20 წლის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გახარიას გადაწყვეტილები, სამთავრობო ის ოქმები თუ გადაწყვეტილებები საჯაროებას მოკლებული გახდა. ანუ ალო? დიახ, გესმით ბატონი ირაკლი, თქვენი ხმა ისმის. ალო, დაიკარგა თქვენ. ისმის ჩემი ხმა? თქვენი ხმა ისმის, კი ბატონი. ხო. ჩვენ მე მგონი მცირე ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, კვლავ დაუკავშირდებით. ირაკლი ზარქუაა ჩვენი სტუმარი, ქართული ოცნების წევრი. ვსაუბრობთ დღის და კვირის მთავარ თემებზე და დღის იმ ერთ-ერთ მთავარ თემაზე, რაც მათ გაამწვავა კიდევ ერთხელ დაპირისპირება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. ახლა ისმის უკვე კარგად თქვენი ხმა, ბატონი ირაკლი, გისმენთ? დიახ. ხო, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება იყო 20-20 წლის პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ბატონ გახარიას მხრიდან მიღებული, რომ სამთავრობო გადაწყვეტილებების საჯაროობა არ ყოფილიყო და შემდეგ ინერციით გაგრძელდა და როდესაც ბატონი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, გადაიხედა ეს მიმართულება და ღია და გამჭვირვალე გახდება და სწორიც არის. ანუ ყველა ის სამთავრობო გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული, შესაბამისად იქნება ღია და გამჭვირვალე და ატვირთული შესაბამის ვებგვერდზე. ეს არის და ეს, როდესაც ამ თემაზე დავიწყეთ ჩვენ და სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, გახარიებმა და ოპოზიციამ ამ ხელმოწარულება ამაზე დაიწყეს შეტევა და შემდეგ რომ გაიგეს თუ რასთან მქონდა საქმე და რეალურად მათი ლიდერის მხრიდან იყო ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული, რომ არ ყოფილიყო საჯარო სამთავრობო გადაწყვეტილება, მე უკვე შეცვალეს ტექსტი და ტონალობაც. ესაა ამათი ხელწერა. რეალობა რა არის, რომ თავარი რა არის, რომ ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება, ყველა ის მნიშვნელოვანი შეხვედრები, მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შეჯერებული გადაწყვეტილებები იქნება საჯარო, იქნება გამჭვირვალე და ეწოდინება ერსაც და ბერსაც. ეს არის თავარი და ამას უნდა მივესალმოთ, ბუნებრივია. კი ბატონო, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა ასევე ლელოს ლიდერის ის გეგმა, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების დაანონსებად შეფასდა. რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა ამ ტიპის მუქარასა თუ დაპირებას მამუკა ხაზარაძის მხრიდან, როდესაც ამ პარტიის რეიტინგი ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ვისი ჩატარებულიც არ უნდა იყოს კვლევა, ერთნიშნა რიცხვს არ ცდება. ეს არის გათვლა ამ მომრჩეველზე, ერთგვარი სიგნალი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ, თუ ეს თქვათ გამოწვევა ქართული ოცნების მისამართით? ხო, აქ ალბათ ახსნა მარტივია ამ ფენომენის, თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ ნაციონალურ მოძრაობა და მათი დანაყოფები, თუ აქამდე ვიცოდით, რომ რადიკალიზმით არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდნენ, ამას ეხლა ღირსეულად ჩაენაცვლა ლელო და გახარიები, განსაკუთრებით ლელო. არა და რო კითხო, ევროპული პარტია არიან. და როდესაც ევროპა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ და გაგვიწერეს კიდეს პუნქტში, რომ პოლარიზაცია უნდა შეამციროთო, ესე იგი, სამუშაო ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ 9 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. და ისევ აი ამ რადიკალიზაციის გზას ღირსეულ, ასე ვთქვათ, მემკვიდრედ შეიძლება დავასახელოთ ნაცების. და მე პრინციპში გამახსენდა, ხაზარაძე და ნაცები ხო ეს ერთი იმ რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ თავის დროზე. ადეიშვილი არაკეტებდა ბიზნესს, ბატონი ხაზარაძე შემდეგ იპოთეკით twirთავდა აი ამ საპროცესოებს. ხო ეს ხო 2x2-4-ია, ყველა მიცის საზოგადოება და ღირსეული მემკვიდრეა. აი ესე მუქარები შეუძლიათ, აი ესე დაჭერები დაემქრონ, აი ასე ჩაშვებები, ერთმანეთის ხელის გადაგრიხვები. ეს არის ამათი ხელწერა და ამათი
ნიშა და ბუნებრივია ბატონი ხაზარაძეს ამას აგრძელებს. მე მოუწოდებდი მას, რომ სანამ დროა ისევ დაუბრუნდეს კონსტრუქციულობას, ისევ დაუბრუნდეს თუ რამე უნარი გააჩნია, რომ ამ ქვეყნის ინტერესებში ჩადგეს, თუ არა და როგორც აქამდე გავშიფრეთ, რომ ერთი დირიჟორის მხრიდან იმართებიან ეს რადიკალები და ხელმოწარულები, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესი რამენაირად დაამხონ ხელისუფლება და შემდეგ აქ მეორე ფრონტი ან სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ უფრო მეტად, ეს ხო ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო. არ გამოუვათ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება უკვე მომწიფებულია საკმაოდ დიდი ხანი იმისთვის, რომ გაშიფრონ ვინ არის და ზუსტად იციან, როგორც მუსტანგის მართვა ვერ შეძლო და ცეცხლი წაუკიდა, აი ესე ბუნებრივია ხაზარაძის მიერ მართული ქვეყანა არ გაიშვას. მისი თემა არის ისევ და ისევ ვაჭრობა, ბიზნესი, სესხის გაცემა, მიღება და მას მოუწევს ადრე თუ გვიან დაბრუნება ისევ იმ სექტორში, სადაც ის უბადლო ოსტატია აი ამ აღემიცემობის, ვაჭრობის უბრალოდ. როცა აი გზავნილებზე ვსაუბრობთ, ხოთა შორის შესამჩნევია ბევრისთვის, რომ ბოლო პერიოდია ოპოზიციურ ფლანგზე პარტიებმა თითქოს როლები შეცვალეს. აი თქვენი ფრაზაც მახსოვს გასული კვირის საპარლამენტო განხილვებიდან, როდესაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მიმდინარეობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები აკადემიურები გახდნენ და ლელო გახარიას პარტიის წარმომადგენლები უფრო რადიკალურებიო. თუ ეს სტრატეგიის ნაწილია, მე ისევ დავუბრუნდები კითხვის, წინა კითხვის იმ ნაწილს, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს ასეთი ქცევა ამომრჩევლისთვის, ანუ რა გზავნილია ეს ამომრჩევლისთვის და რა სეგმენტზე შეიძლება ამომრჩევლისაზე ჰქონდეს ამას გათვლა. მაგალითად დღეს ქართული ოცნების მამუკა მდინარეძემ თქვა, რომ გახარიას პარტიის რადიკალებთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ დავალება ქართულ ოცნებას წაგლიჯონ იქნებ 1-2% მაინცო და ქართული ოცნების ამომრჩევლის ნაწილი შეიძლება ესეთ სამიზნე ჯგუფში მოვიაზროთ? გამორიცხულია ვინ მისდა ნაცებს და ნეონაცებს არასდროს ქართული ოცნების ხარდამჭერი გვერდში არ დაუდგება. ეს 2x2-4-ია. რაც შეეხება მათ ხედვას და სტრატეგიას, ნახეს რა რომ ესე იგი მარტო ქალბატონ სამადაშვილის ხელმოწარული დიპლომატი რაც დავარქვით რა რეალურად რაც იყო ევროკავშირში იყო ჩვენი ელჩი აი ომის პერიოდში როცა რუსეთი დაგვესხა თავს და ერთი განცხადება ვერ გააკეთებინა და რეზოლუცია ვერ მიიღებინა საერთაშორისო ჩვენს თანამეგობრებს თუ ქვეყნებს. ერთი რეზოლუცია არ არსებობს და პირიქით რუსეთმა დაგვასწრო გაეროში ჩივილიც. აი ეს ქალბატონი ეხლა მე თავი მოაქვს დიდი ევროპელი და დიპლომატი, სინამდვილეში არის ხელმოწარული. ეს ყავთ ლიდერად, ეხლა ამოფარებული, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდა ბრიუსელში. ეს ხო ვამხილეთ, მათ შორის ოპოზიციამაც. და ეხლა მიხვდნენ რა რომ საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. ეხლა ეთყობა ვიღაცამ იქიდან, ვინც დირიჟორი ყავთ ამ რადიკალებს, დაუკვეთა რომ იქნებ აკადემიურები გახდნენ ნაცები და ეს ნეონაცები ეს ვინც არიან ესენი ლელოები, აქეთ კიდე გახარიები და პლუს ეხა მესამე ძალა ახალი სახეებით ბრწყალებში იქნება გვარამიები და მელიები, რომ ესენი გააქტიურდნენ და აგრესიულები გახდნენ. აი გეგელია ყავთ თუ რაგვარი იმასე აგრესიულობა არ გაიშვას. მათემატიკა ისწავლა. 1000 ლარიან პენსიას პირდებიან და გგონიათ რომ ამ საზოგადოებას მოატყუებენ. 1000 ლარიან პენსიას პირდებიან და რო კითხეთ მთელი ის რო გავაუქმოთ ჩვენი საჯარო მოხელეები. ანუ ვინც დასაქმებულია სამინისტროებში, ესე იგი მასწავლებლები, მეხანძრეები, პოლიცია, ყველა რო გავაუქმოთ დაახლოებით 1,5 მილიარდია. რო გავაუქმოთ მთელი შესყიდვები, აი რო ამბობენ ტენდერები და ისინიც რო გავაუქმოთ, ჯამში ვერ ადის 4 მილიარდამდე. და 400 ლარიდან 1000 ლარამდე პენსია რო გავზადოთ, 600 ლარი არის ხო საჭირო? 600 ლარი დაახლოებით 800.000-მდე პენსიონერს და ვინც შეღავათ ღებულობს. რანაირ არითმეტიკაში ჯდება? ამაზე პასუხი არ აქვს. ამაზე შეუძლიათ მე რაღაცა ჩვეული სტილით, რაღაცა სისულელე თავიანთი არითმეტიკა და მათემატიკა მოგიყვანოს. საგიჟეთი აქვს რა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ზუსტად ვიცით, ვინ რას წარმოადგენს ქართულმა საზოგადოებამ, კარგად უწყის, ვინ რისი გამკეთებელია, ვის რა ინტერესები აქვს. ერთი რამე კარგია, რაც გაგვიკეთა ქალბატონმა პრეზიდენტმა რო აქ მოვიდა, ყველას უხმო თავის პანჩატურში და უთხრა რომ აი ხელმოწარულები, რადიკალები და დანარჩენები ვინც არიან რომ გაერთიანდნენ მისი ფრთის ქვეშ და ჩვენთვისაც კარგია, იმიტომ რომ ამორჩეველს გაუმარტივდება არჩევანის გაკეთება. აქეთ იქნებიან რადიკალები, ხელმოწარულები, სალომეს პანჩატური და აქეთ იქნება ქართული ოცნება, რომელიც არის
სიმბოლო მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური ზრდის და ევროინტეგრაციის. და მე მგონია რომ აქ არჩევანიც მარტივი იქნება. ხოთაშორის აი ამ ანგარიშის შემდეგ რომელიც თქვენ გაიხსენეთ ახლა საქართველოს პრეზიდენტის, აი ერთი კვირა გავიდა ვნახეთ ეს შეხვედრებიც. აი ამ პროცესებში უფრო გამოიკვეთა პრეზიდენტის როლი, როგორ ფიქრობთ? აი თავად ოპოზიცია მაგალითად კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩანს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილებას მოელის პრეზიდენტისგან. აი მაგალითად დღეს ღიად თქვა მათმა წარმომადგენლებმა, რომ ახლა არ არის ჩაის და სალონური შეხვედრების დრო, პრეზიდენტმა პირდაპირ უნდა თქვას, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობს და აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ეს შეიძლება გავიგოთ როგორც საყვედური ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით? ერთ რამეს გეტყვით. ეს არ არის მე დარწმუნებული ვარ ქალბატონი სალომეს პირადი ინიციატივა, ეს არის დაკვეთა ტესტია თუ სალომეს ფრთის ქვეშ გაერთიანდებიან ყველა ეს რადიკალები, ეს და ალბათ ქვეყნის გარედან მოდის ეს დაკვეთა და ტესტს აკეთებენ. აბა ჩამოიშლება თუ არა ქალბატონის სალომეს პანჩატური, როგორც შავლოს პანჩატური ჩამოიშალა. ეხლა ამას აკეთებენ აქცენტირებას. ეს არ არის ქალბატონის სალომის ინიციატივა. არც ამის შნო და უნარი გააჩნია, ეხლა რას ამბობ? ქალბატონო პრეზიდენტად რო აგვერჩია, ჩვენი ლიდერები იყვნენ ბილბორდზე გაკრული და ეხლა რა რეიტინგია? არა. აქ მცდელობა აქვს რომ ერთი დიდი გაერთიანება დაკვეთა არის გარედან. ერთი დიდი გაერთიანება რომ მოახდინონ და შემდეგ ეს გაერთიანება შემდეგ გადაიზარდოს რადიკალიზმში, აი ამ რევოლუციურ სცენარებში აიყოლიონ ახალგაზრდები, დააბრალონ რომ აი გაყავდა არჩევნები, ამისთვის ამზადებენ. ესაა სცენარი ამათი. თორე იმ სისულელე დაპირებებს, რასაც ამბობენ, ერთმანეთში აი ოპოზიციას მოურჩია, ერთმანეთი ამხილეს იმ სიცრუეში, ამ სისულელე დანაპირებით როგორ გამოვიდოდნენ? რანაირად დაიწყეს მუსტანგი ჩემოვიარო ისო ლელო ხო არ იტყოდა ასეთ სიგიჟეებს და შემდეგ უკან წაღება უწევთ ამ სიგიჟეების. არა, მათი ამოცანა არის მზადება რევოლუციისთვის და აი ამ ქაოსისთვის. ეს არის რუსული სცენარი. რამდენად ჩანს ბატონო ირაკლი, აი ამ ერთიანობის კონტურები, მცდელობა არის ეს თუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავთ რომ რაღაცა საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები. მათ განცხადებებში თანდათან სულ უფრო ხშირად ჩნდება ფრაზა აი კოალიციური უმრავლესობა. ეს რითი შეიძლება ავხსნათ? ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ცალკე აღებული რომელიმე ოპოზიციური პარტია ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ ეს შეიძლება გავიგოთ როგორც გეგმა უკვე არჩევნების შემდეგ. და თუ კი ეს ასეა, მაშინ ისმის კითხვაც, როგორ შეიძლება მოახერხონ გარკვეული ერთობა არჩევნების შემდეგ პარტიებმა, რომლებიც არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვერ ყალიბდებიან გარკვეულ საერთო მიზნებზე. ხო, აი ეს საკითხი დღემდე ამიტომაც არის, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ სიებს ვერ იყოფენ. ყველას ამბიციები აქვს, ყველას რო კითხო გადაბრჩენელია, ყველა რეიტინგულია და ყველა არის ნომერ პირველი პოლიტიკოსი, ეხა აი ამ ხელმოწარულებს რო კითხოთ. ხო და მე ჩემი განცდა მაქვს, რომ როგორც ჩამოიშალა წინამორბედი პანჩატური, იქაც კოალიციური რაღაც ერთობა ქონდა შექმნილი რა, განსხვავებული მე დასავლეთე, მე რუსეთე, ისა კრიმინალი, რევოლუციონერი და ასე მსხვერპლი ყველა ერთად რო იყო შეკრებილი იმ პანჩატურში, ხო ჩამოიშალა, იმიტომ რომ გაუგებარია, როცა მიზანი ერთი გაქვს, რომ უბრალოდ ხელისუფლებაში მოხვიდე და მეათე ხარისხოვანია შენთვის ღირებულებები, ადამიანობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, ბუნებრივია ხუხულასავი დაიშლებიან. აქაც სავარაუდოდ ასე მოუწევთ ამათ, იმიტომ რომ იმდენად ამბიციურები არიან ცალ-ცალკე, რომ ალბათ ბოლო ეს იქნება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჩემი ინტერესია პირადად, რომ ესენი ბოლომდე გაერთიანდნენ, ბოლომდე ერთ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ და დავარქვეთ ლუზერების პარტიას თუ პლატფორმას და ჩვენთვის არჩევანი მარტივი იქნება ქართული საზოგადოებისთვის შემდეგ რომ გავაკეთოთ. შევხედოთ, აბა ჩვენ უნდა უყუროთ და ვიხალისოთ ამათი განცდა. ცოტა ხანში ნახე ერთმანეთს რა პრეტენზიებს წაუყენებენ და ამაზე უნდა ალბათ რა ვიცი ვიხალისოთ, ალბათ სხვა რა უნდა დაგვრჩეს. ეხა მელია რომ წარმოგიდგება ახალი სახევარო და გვარამია რომ იტყვის რომ მეო ეხა ახალი სახევარო, ნუ ეხა იქ რა კომენტარი უნდა გააკეთო. იმას გონია რომ დაგვავიწყდა რომ იდეოლოგი იყო ნაციონალ მოძრაობის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მანამდე ზონდერ პროკურორი. ან მელია თვითონ რომ ნიანგის რემლებს ყრის გამოსახლების ხელმძღვანელი არის, ხო პრემიები აქვს აღებული თავის დროზე. როდესაც იყო იმ სამსახურის უფროსი. ხო და ეს ეხა გონიათ რომ საზოგადოებას არ ახსოვს და დაგვავიწყდა ამათი ორმაგი და ათმაგი სტანდარტი. არა ბატონებო, ყველაფერი ყველას გვახსოვს და ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, სამართლიანად გამარჯვებულს შესაბამისად შემდეგ უკვე მიეცეს შესაძლებლობა რომ მართოს ეს ქვეყანა და ევროინტეგრაციაში კიდევ უფრო დავწინაურდეთ.
მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქრონიკის კითხვის პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების წევრი საქართველოს პარლამენტიდან ირაკლი ზარქოა პასუხობდა.